სანამ შენ გაშინებს ხელოვნური ინტელექტი, ამასობაში ვითარდება ბევრად უფრო საშიში ინტელექტი, ორგანოიდული ინტელექტი. ეს არის ცოცხალი ადამიანის ნეირონები, რომლებსაც ზრდიან ლაბორატორიაში ბიორეაქტორებში. მათ აერთებენ კომპიუტერთან და ასწავლიან ისე, როგორც სხვა ყველა დანარჩენ ხელოვნურ ინტელექტს. ისინი ბევრად უფრო ჩქარა მუშაობენ, ვიდრე ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ნეიროქსელები და ბევრად ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათ უკვე შეუძლიათ მარტივი დავალებების შესრულება და მათი ტვინი უტოლდება ჩვილი ბავშვის ტვინს. ანუ ეს უბრალოდ მოდელი არ არის, ეს არის ნამდვილი ტვინი, რომელსაც რაღაცა ემოციებიც კი აქვს. და მას შეუძლია თავის შემეცნება. კომპანიამ Final Spark ასეთი მომსახურება შემოგთავაზა, ისინი აქირავებენ ამ ტვინის შესაძლებლობებს. სულ მცირე თანხის გადახდით შენ შეგიძლია გამოიყენო ამ ორგანოიდული ტვინის შესაძლებლობა შენი საქმისთვის. მაგრამ მერე რაც ხდება, ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე საშიში ამ ისტორიაში. როდესაც ამ ორგანოიდის გამოთვლის შესაძლებლობებს აღარ იყენებენ, ანუ ის თავისუფალია. მას უკავშირებენ პეპელას სენსორულ მონაცემებს. და ის გრძნობს ყველაფერს იმას, რასაც პეპელა გრძნობს. და ამ ტვინს შეუძლია ამ პეპლის მართვა. ანუ ეს ორგანოიდული ტვინი ცხოვრობს სიმულაციაში და ყველაფერს გრძნობს და აღიქვავს. და ზუსტად აქ ჩნდება ერთ-ერთი ახალი შეთქმულების თეორია. იქნებ ყველა ადამიანი ახლა ცხოვრობს სიმულაციაში და როდესაც გძინავს ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს იყენებენ, აქირავებენ. ჩემთვის ცოტა ისე ჟღერს. არ არის დამაჯერებელი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შენი აზრი. აუცილებლად დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ ამაზე და საერთოდ სადამდე მივა ეს ჩვენი ხელოვნური ინტელექტი. მას ექნება გონი, ის შეძლებს იგრძნოს ყველაფერი, ეწყინოს, გაეხარდეს. ძალიან საინტერესოა შენი აზრი. დაწერე კომენტარებში.